სურვილი არ მაქვს დღევანდელ სხდომას დავესწრო. ეს სიტყვები წაიკითხა სულ ცოტა ხნის წინ გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით გაიხსნა დღევანდელი სასამართლო პროცესი. განსაზღვრელი სკამზე სუსის ყოფილი ბოსი არზის ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში დაელოდება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სწორედ ამ წუთებში იწყება მსჯელობა გრიგოლ ლილუაშვილისათვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე კალატოზიშვილი პროკურატურის შუამდგომლობას. ეს ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატი აპირებს, რომ დღეს გირაო შუამდგომლობით შევიდეს სასამართლოში. გარკვეული არგუმენტები ექნება როგორც ადვოკატს, ასევე ექნება ბუნებრივია სახელმწიფო ბრალდებასაც. ორი პროკურორი არის დღეს მოსული გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თავდაპირველად არავის არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ ლილუაშვილი არ დაესწრებოდა დღევანდელ სასამართლოს სხდომას. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ნახავდა გრიგოლ ლილუაშვილს, ნახავდნენ განსაზღვრელის სკამზე. ეს მოლოდინი ჰქონდათ მათ შორის პროკურორებსაც. მოსამართლე დაინტერესდა მიზეზით, რატომ თქვა უარი ლილუაშვილმა პროცესზე მონაწილეობაზე, რის შემდეგაც წაიკითხა განცხადება ადვოკატმა და ამ განცხადებას შეწერა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს ცოტა ხნის წინ გადაეცა საქმის მასალები და გონივრული დრო არ იყო იმისთვის, რომ მას მტკიცებულებები შეესწავლა კარგად, გაეგო რა შედავებოდა საგამოძიებო უწყება და რა მტკიცებულებები იყო მის წინააღმდეგ. ეს არის მიზეზი, რის გამოც სასამართლო პროცესზე არ მოვიდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლოს სხდომა ტარდება მეორე დარბაზში. წესით ეს დარბაზი 40 კაცისთვის არის გათვლილი, თუმცა დარბაზი არ შეივსო. 40 კაციანი დარბაზი სხდომას ესწრებიან მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლები, შვილები, მეუღლე, ნათესავები, ქართული ოცნების ყოფილი თუ მოქმედი წევრები აქ არ გამოჩენილონ. არც ქართული ოცნების მხარდამჭერები გვინახავს ვინმე მოსული იმისთვის, რომ გრიგოლ ლილუაშვილისთვის თანადგომა და სოლიდარობა გამოეცხადებინათ. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბუნებრივია მედიის წარმომადგენლები ესწრებიან სასამართლოს სხდომას. რაც შეეხება ახლა საქმის მასალებს. პროკურატურამ გაუთქმობის დოკუმენტზე მოაწერინა ხელი გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესების დაწყებამდე არავის არ იცოდინება კონკრეტულად რა მტკიცებულებები დავს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები არის ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული, ასევე რომეო მიქაუტაძის მიერ მიცემული ჩვენება არის თუ არა ოქროს მოწმე რომეო მიქაუტაძე გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში ამ ეტაპზე უცნობია. რო შეზღუდული ქონდა გაცნობისა 30 ტომეე და პრაქტიკულად შეუძლებელია დროის ამ მცირე შუალედში მთელი მასალის გაცნობა. ერთი რომ შრომატევადია თვითონ მასალაში არის რიგი დოკუმენტები, შეიძლება კი არა ზოგიერთი ფინანსური ხასიათის და ასე შემდეგ და ჩაღრმება უნდა არის კიდე მოწმეთა ჩვენებები. მოკლედ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გიდასტურებთ ამას, ჩვენ ვისაუბრეთ მეტნაკლებად რაც მოვასწარი გაცნობა და რაზედაც ჩავაყენე საქმის კოშკში ჩემი დაცვის ყოფი. გავიარეთ ეს საკითხები. გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე როგორ იყო გაუთქმობაზე გაუკვირდა? ეს ხო გამოძიების ესეთი გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით სამართლებრივად, რომ სასამართლო იქნება ღია და სასამართლოზე შეუყოლების განაცხადოთ და ეს არის პროცედურა, რომელიც გადაგორდება ალბათ ძალიან მალე, ხო, გამოძიების ეტაპზე და ამაზე ახლა რა გითხრათ ახლა რა თქმა უნდა თავისი აზრი აქვს ადამიანს, მაგრამ თავარია რომ ჩვენ სასამართლოზე ღია პროცესზე ხომ არ მოიფიქრა რომ დუმილი დაარღვიოს და ისაუბროს დღევანდელ სასამართლო პროცესზე როგორია მის პოზიცია? არ შეცვლილა პოზიცია, ერთსამით არ შეცვლილა პოზიცია. მხოლოდ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება მზაობა რომ გამოძიებასთან კონკრეტული ჩვენება და განმარტებები მიცეთ. სულ რამდენიმე წამის წინ გახდა ცნობილი, რომ პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი სასამართლო პროცესზე აყენებს შუამდგომლობას, რომ სასამართლო პროცესი დაიხუროს, როგორც მაყურებელს მოუყევი. გაუთქმობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი მხარებს ადვოკატ გრიგოლ ლილუაშვილს, რომ არ ისაუბრონ ამ საქმესთან დაკავშირებით და როგორც ჩანს საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ქართულ ოცნებას დასამალი აქვს გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, რადგან სასამართლო პროცესის დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო პროკურატურამ. ყოველ შემთხვევაში ამ შუამდგომლობით შევიდა
სასამართლოში სწორედ სახელმწიფო ბრალდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროკურატურის პრაქტიკულად ყველა შუამდგომლობა მუდმივად კმაყოფილდება. პროკურორმა სასამართლოს ხდომაზე თქვა, რომ ამ საქმეზე დაცვის მხარეს აქვს გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი, არ უნდა გახმაურდეს მოწმეთა სახელები და გვარები და ამის გამო ეს არის მნიშვნელოვანი, რის გამოც უნდა დაიხუროს სასამართლოს ხდომა. ახლა კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩდება გრიგოლ ილუაშვილის საქმეზე. ვიცოდით, რომ რომეო მიქაუტაძეს მიცემული ჰქონდა ჩვენება, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ადვოკატისგან ვცდილობდით მოგვეპოვებინა ინფორმაცია ქართული ოცნების მოქმედ თუ ყოფილ წევრებს თუ აქვთ ჩვენება მიცემული გრიგოლ ილუაშვილის წინააღმდეგ, ვინ არის ვისი სახელის დამალვაც ასე ძალიან უნდა ქართულ ოცნებას, რადგან სასამართლოს ხდომის დახურვის შუამდგომობით მიმართა სწორედ სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს. როგორი იქნება გადაწყვეტილება მოსამართლის, ეს საინტერესოა, რადგან თუ სასამართლო პროცესს დახურავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადვოკატს გარეთ საუბრის შესაძლებლობა არ ექნება შესაძლებლობა მტკიცებულებებზე ისაუბროს მოწმეებზე, შესაბამისად მედიის წარმომადგენლებიც ვერ ვნახავთ რა მტკიცებულებების საფუძველზე ჩასვეს ციხეში გრიგოლ ილუაშვილი, ვინ არიან ადამიანები, ვის მას ამხელენ. ეს არის ახალი ინფორმაცია, რომელიც სწორედ რამდენიმე წამის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი. ამ შუამდგომლობაზე მსჯელობენ ახლა მხარეები, ადვოკატის პოზიცია და გრიგოლ ილუაშვილის ჩვენ ვიცოდით, სუსის ყოფილი ბოსის ადვოკატი ამბობდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო საჯარო ყოფილიყო სასამართლო პროცესები, ეს პოზიცია ჰქონდა თავად გრიგოლ ილუაშვილსაც, ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში სამარტო საკაში მყოფ ილუაშვილს. ახლა არ აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ბრალდება სწორედ ითხოვს, რომ სასამართლოს ხდომა დაიკეტოს. თუ სასამართლოს ხდომა დაიკეტება და იხურება არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის, დაიხურება ასევე გრიგოლ ილუაშვილის ოჯახის წევრებისთვისაც. მოკლედ ასეთი არის ვითარება საქალაქო სასამართლოში. ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. დღეს უნდა გადაწყვიტოს მოსამართლეს დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას და ზახესის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან პირდაპირ გრიგოლ ილუაშვილს გადაიყვანენ თუ არა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ჩვენ ბუნებრივია ვაგრძელებთ ადგილზე მუშაობას პროცესების განვითარების შესაბამისად, ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.